პროფესორები რომელთაც სონის საღამოები მოუწყვეს არც პატონდათოს იცნობდნენ, მაგრამ მე ვიცი ყოველდღიური მათთან შეხებით როგორი სითბოთი, როგორი სიყვარული და როგორ გულწრფელად აკეთებენ ისინი ამას. დღეს მე აქ წარმოვადგენ ქართული ლიტერატურის ინსტიტუტს, სადაც ბედნიერება ხვდა წილად, რომ რამდენიმე წელი მემუშავა პატონდათო წერეთიანის გვერდით. მე ვერ ვიტყოდი აი ბატონმა ლევანმა ბრძანა რომ ვიყავი მისი ან განსაკუთრებული მეგობარი ან რაიმე ძალიან თბილი ისეთი ახლო ურთიერთობა გამომშრალდა მასთან, მაგრამ ეს იყო ძალიან თბილი კოლეგიალური დამოკიდებულება და აი მინდა გაგანდოთ აი ის როგორ წარმოვიდგენია ჩემს მეხსიერებაში როგორი დათო დარჩა. მაპატიოს მანანაბო დათოთი მახსენებ მას, იმიტომ რომ ის ყველასთვის დათო წერეთიანი იყო. მაგრამ დავითი ცოტა ისე ოფიციალურად ჩემს. ეს იყო ადამიანი აი ჩემი თვალთახედვით საკმაოდ ჩაკეტილი თავის თავში, საკმაოდ სიტყვაწუწი და თავშეკავებული შეფასებებშიც და ადამიანებთან ურთიერთობაშიც და მე მიგვიდა ყოველთვის როგორ შეიძლება ასეთი ნიჭისა და ასეთი განქანების, ასეთი აი ტალანტის პატრონი ადამიანი იყოს ასეთი თავდაბალი, რომ არ უყვარდა არასოდეს აფიშირება, არც თავისი შემოქმედების, არც თავისი მიღწევების. აი მე და მანანა საუბრობდით, სანამ დაიწყებოდა ეს საღამო და უთხარი კიდეც, რომ ჩვენ შორის რო ყოფილიყო დღეს დათო, ყოფილიყო ცოცხალი, არავითარ შემთხვევაში დარწმუნებულა არ დაუშვებდა და ამ ბავშვებს არ დაეთანხმებოდა ამ საღამოს ჩატარებაში, იმიტომ რომ აი უდიდესი მიღწევების მიუხედავად, რომ ის იყო არაჩვეულებრივი მთარგმნელი პოეტი, ესეისტი, ხა მე დღეს მინდა ვისაუბრო სწორედ მისი შემოქმედების ამ მხარეზე, არ უყვარდა აი ნეოლოგიზმისთვის მომიტევებთ ალბათ ეს პრომოუშენები, პრეზენტაციები და თავის რაღაცნაირად წარმოჩენა, ხო? ის ყოველთვის იდგა ჭრილში და აკეთებდა ძალიან ჩუმად თავის საქმეს.